მე რომ კომპანია ვარ რა, რის მიხედვით უნდა ავარჩიო იუთუბერი ან YouTube არხი, თემის მიხედვით, რაოდენობის მიხედვით, გამომწერების თუ ტიპის მიხედვით, რა კაი ტიპია. ისეთი რაღაცა თქვა რომ თარგეტები უნდა იმთხოვდეს და ეგეთი რამე, მაგრამ პრაქტიკაში როგორ არის ნახე. ის ადამიანი, ვისაც შენთან ურთიერთობა უწევს, კომპანიის დაფუძნებელია თუ მარკეტინგის თანამშრომელი, იმას ადამიანურად თუ არ ევასებ, ისე არაფერი არ გამოდის რა. ანუ პერსონალურად თუ არ ევასები და საქმეზე რო ლაპარაკობ, მაგრამ თან ურთიერთობაც რომ მოგწონს. აი, თითქმის ყველა ეგეთი გამოვიდა, ვისთანაც მე და სხვა იუთუბერებთან რომლებსაც რაღაცა კონტრაქტი ჰქონდათ და გაუწყდათ ან რაღაცა ეგეთი. სულ მაგის პრობლემა იყო, რომ რაღაცა საერთო ენა არ ჰქონდათ ან საერთო ინტერესები ან რაღაცა ეგეთი. თითქოს ანუ ნახვები და გამომწერებია მნიშვნელოვანი და კონტენტი და რაღაც სხვა ბევრი რამე კიდე, მაგრამ პრაქტიკაში ეს გამოდის თავარი რაც ბევრი წლების შემდეგ მივხვდი მაგას. მაინც ანუ just business ვერ იტყვი რა, ანუ personality-ც არის აქ გადამწყვეტი რა. ხო, იმიტომ რომ როგორც ბიზნესი ისე ვერ უყურებ, იმიტომ რომ რაღაც პონჩი ხელოვნებასავით არის, ან როგორც ნახატებზე თქვით, რომ ფასი არა აქვს, სანამ ვინმე არ იყიდის, ეგრეა ეგიც. აი ესე რო შევხედოთ რა, ნუ გვაქვს მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი და დიდი ბიზნესი. რაღაცა საქართველოს მასშტაბებით რა. მე რო ფლობელი ვარ ბიზნესის რა, თვითონ რამდენად უნდა მქონდეს YouTube არხი ჩემი კომპანიის პირადად. რამდენად ოღონდ არის ძალიან საინტერესო მოდელი კი არა, მკითხვა. და რატო? ახლა არის ტრენდი, რომ ყველა კომპანიას უნდა რომ თავისი YouTube არხი გააკეთოს. ახლაში დაახლოებით ამ ბოლო და პერიოდს გულისხმობ. ალბათ ბოლო 1 წელს. ოკეი. 1 წელი წინ დაიწყო, მაგრამ ეხლა ვივდება. გაჩნია როგორი სტილის კომპანიაა თვითონ, ვისაც YouTube არხი უნდა, მაგრამ ძირითადად საკუთარ YouTube არხის გაკეთება ძალიან დიდი რესურსი ჭირდება. კონსისტენტურობა, დრო და ასე შემდეგ და თუ კომპანია არის რაღაცა ისეთი დიდი კომერციული კომპანია, კოპირაითერიდან დაწყებული, განმანათებელით და ედიტორით და ყველაფრით, 10-ზე მეტი ადამიანის დაქირავება უწევს. ძალიან ბევრი ჯდება ეგ ყველაფერი, პლუს ტექნიკა, აპარატურა, სოცმედია, შემდეგ ბუსტი და ასე შემდეგ და მაინც გამოდის ისეთი პროდუქტი, როგორც აი შენს პრეზენტაციაში YouTube-ს გამოვიდა ყველაზე დისლაიქ ვიდეო რო არის რა. და ეგ რაღაცა ისე მუშაობს, რომ კომპანიებს ვერ გამოზდით თავისი YouTube არხი რომ გქონდეთ. ისეთი რომელსაც ადამიანები უყურებენ. და ამიტომ რომ ნახოთ თქვენ საქართველოში ხო ბევრი კომპანია, თითქმის არც ერთ კომპანიის YouTube არხს არ აქვს ორგანული ნახვები, ყველას აქვს დაბუსტული. და დაბუსტული ნახვები, როცა YouTube-ზე ბუსტავ, YouTube-ზეც არის შეიძლება იყიდო ნახვები რა, მაგრამ ეგ ძალიან ცუდი ფუნქცია, მაგას არ უნდა იყენებდეს ეს და და მაგას იყენებენ არაბი შეიხები, რომლებიც hip-hop ტრეკს ჩაწერენ და ასვენინებენ 5 მილიონ ადამიანს რეკლამის სახით. გამომეტი არავინ არ იყენებს და საქართველოში იყენებენ დიდი კომპანიები, მაგრამ YouTube-ში თუ ადამიანი კარგად ერკვევა, ეგ ცოტა კრინჯია რა. იცი რატო? ვიდეოს აქვს მილიონი ნახვა და 1 ლაიქი მაგალითად. ან მილიონი ნახვა აქვს და 0 კომენტარი. და მაგაზე გარდა იმისა, რომ კრინჯია და არასწორია, თვითონ არხისთვისაც ცუდია. იმიტომ რომ თავიდან ხო საუბრობდით, რომ ვიდეო უნდა აწყო ისე, რომ იყოს ალგორითმ ფრენდლი. რომ შენი ნახვების შესაბამისობაში უნდა იყოს ლაიქებიც, კომენტარებიც, გაზიარებაც და ასე შემდეგ და მაგ შემთხვევაში როცა ბუსტავ, თავიდან ბოლომდე ამოვარდნილია რა. მარტო ნახვები ემატება და მეტი არაფერი არ ემატება და ეგეთ არხზე შეუძლებელია თითქმის რომ ორგანული ნახვა რამე მოაგროვოს და სულ ბუსტვა მოგვიძევს და თან YouTube-ზე დაბუსტვა ძვირი ღირს უფრო ვიდრე სხვაგან და თან დაბუსტული ნახვა არის როგორი როცა შეიძლება მანქანებზე უყურებდე ვიდეოს და კბილის ჯაგრის ის რეკლამა ჩაერთოს რაც არაფერ შუაში არ არის და ლოიალითის მაჩვენებელი ძალიან დაბალია რა როცა ვიდეოში არის და რაღაც კრეატორს შემოყავს კრეატიულად ეგ სხვა ამბავია და რეკლამის ჩასმა კრეატივზეა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და შეგიძლია ნებისმიერი პროდუქტი ძალიან კრეატიულად გაარეკლამოს შენი კონტენტის მიუხედავად ერთი მაგალითი იყო ძალიან მომეწონა რომ ერთი ტიპი იყო food blogger-ი უცხოელი და სულ რაღაცა რეცეპტებზე იღებდა ვიდეოებს. შეუკვეთეს VPN-ის რეკლამა. როგორ უნდა გააკეთოს საჭმელებში VPN-ის რეკლამა, ხო? გააკეთა ბურგერი, ეს დადო ბურგერი და ამ ბურგერს ერთი პომიდორი ამოაცალა. შემდეგ რაღაცა კიტრი ამოაცალა და ხახვი. და შემდეგ ეს ბურგერი გაახვია ფოლგაში და თქვა რომ აი ეს არის თქვენი კომპიუტერი VPN-ით, ვერავინ ვერასდროს ვერ მოგფარავთ ვერაფერს თქვენი კომპიუტერიდან რა. და კრეატივია რა. ეგეთი კრეატიული რაღაცები კარგია.